საუკეთესოდ გისურვებთ. პირველ რიგში სიმშვიდეს ვისურვებდი ჩვენ ქვეყანაში. თვითონ ფედერალურ ოჯახში სიმშვიდეს, ჯანმრთელობას, გრძელობას, ბედნიერებას, ყველაფერს საუკეთესოდ გისურვებთ. წარმატებებს, რა თქმა უნდა, ყველას ჩვენ საქმიანობაში, კოლეგებო განსაკუთრებით ჭირდება წარმატებები, ყველას წარმატებები. დღეს კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი კლასის ღონისძიება, რომელიც არის ერნსტ ჰოფმანის ზღაპარი მაგნატუნა ჩვენეული ვერსია. ასე ვთქვათ, ბევრი ვერსიები და ჩვენეული ვერსიას წარმოგიდგენთ და ჩემი თქმა იქნება რომ მოვუსმინოთ გულისყურით ბავშვებს რომ ყველაფერი კარგად მოვისმინოთ. საბერძნეთში ახალი წელი წმინდა ვასილის დღეს ემთხვევა, რომელიც ცნობილი იყო თავისი სიკეთით. ბავშვები კართან ფეხსაცმელებს ტოვებენ, იმ იმედით, რომ წმინდა ვასილი მათ ფეხსაცმელებში საჩუქრებს ჩაუყენს. ბერძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად 12 საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესმის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელ ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ოჯახი ახალ წელს ბედნიერად გაატარებს. ჩინური ახალი წელი, ასევე ცნობილი, როგორც თვარის ახალი წელი, ან გაზაფხულის ფესტივალი. ჩინურ ტრადიციულ დღესასწაულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის მოიცავს დღესასწაულთა მთელ სერიას. დაწყებული ახალი წლის დადგომიდან, რომელიც აღინიშნება ჩინური კალენდრის წლის პირველი თვის პირველ დღეს და დამთავრებული ფანების ფესტივალის თვის 15 დღეს. ჩობა ახალი წელი საფრანგეთში. ეს არის კულინარიული ფანტაზიების ნამდვილი დღესასწაული. სადღესასწაულოს აუცილებელი ატრიბუტია ცნობილი ფრანგული შამპანური, ხოლო დესერტს წარმოადგენს საშუალო მოწყვეტილს. იაპონიაში საახალწლოდ ყველა ცდილობს ჯვარის გასწრებას. თურქეთში კი ახალი წლის ღამეს ცოტა ხნით ხრება შუბი და ოჯახის წევრები ერთმანეთს ყოჩნ.
იტალიაში კეთილი მოხუცი ქალბატონი ბეფანა, ფინალ თოსზე შემოჯდარი, მუყაიცითა და კეთილ ბავშვებს საჩუქრებს ურიგებდა. გერმანულ ოჯახში შობის ღამეს კეთილი ანგელოზი მოგვიანდა, რომლის ელჩი წინამი იყო შემული. ეტრი თიანად სავსე იყო თბილევითა და სათამაშოებით, მაგრამ ყველაზე ცნობილი და შობის კეთილი სული მაინც სანტა-კლაუსია, ჩვეულებრივ თოლის ბაბას ოჯახი. იგი შორეულ ქვეყანაში ლაპლანდიაში ცხოვრობს და ყოველი შობის ღამეს წელი მსოფლიოს ბავშვებს ასაჩუქრებს. შობის ღამეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ისიც კი პატარა გოგონა ყველაზე თამარ მოცნებებშიც რომ ვერ წარმოიდგენს. ეს სასწავლების და საოცარი გარდასახვების ღამეა. კაცი და პირქუშნათლია სინამდვილეში კეთილი ჯადოქარი აღმოჩნდება და დაუწყარ თავგადასავალს გვაჩუქებს. შეუხედავი გატეხილი თოჯინაკი ზღაპრულ უფლისწულად გადაიქცევა. სწორედ ისეთად ღამღამობით პარიზში თავჩარგული პატარა ქალბატონები რომ ნატო. ჯოხის ერთი ათნევით ჩვეულებრივი ოთახი ნამდვილ ზღაპარს დაემსგავსება. ნაძვის ხის ფერად-ფერადი სათამაშოები და თოჯინები დაწესდებიან. ზღაპრის მიღება დიქცევია და დაუშვას. დაამარცხებენ თაგვების ურიც და საზარე ლაშქარს და ზღაპრული ქორწილის სამდარისსაც გააჩაღებენ. ბევრს იცეკვებენ და იფრიარულებენ. მერე რა თუ სინამდვილეში ყველაფერი მხოლოდ ნამაზი სიზმარია. გაგდელოს სიმღერა ბავშვი. ის ბრალია. მაგრამ ვერა
თალამაზებდნენ ეზო კარს, თავდნენ რაძვის ხეს, პატარებისთვის სპილეულსა და საჩუქრებს ამზადებდნენ. ბავშვები კი ისინი ორი იყვნენ, დაძმა, ვარი და ფრიცი. სულ მოუთქმენა დედამდე შობის დადგომას და ბოლოს, როგორც იქნა გაისმა ზარების წკრიანა ხმა, რაც შობის დადგომას მოასწავლიდა. Შეხედე, რაც თვითონ დავაკვირდეთ და მან
ის მარტო შენი არა, ჩემიცა. გოჩქო ბავშვებო, ამ წუთისთვის ჯობია მარის ყავდეს მაგნატურა, რადგან მას მარის მზრუნველობა სჭირდება და ამ საფრთხეს ურავინ ჩაერევა. ძალიან მიგესმის. ყოველივე ამის შემდეგ და მაგნატურა ხავს მოვალება ესე შეასრულოს. ჩემი წესის რომ მოვიდა. პრინც, მინდა მეგობრული ჩავამოქცე. თოჯინებს უდიერად არ მოეყვანა. არა მარტო თოჯინებს, არამედ ჩემს მოკითხულ ადამიანებსაც. გულისხმერეთ სასათუდად მოეკეცე. მარი, შენ კი მაგნატურას გაუთხე. მისი ბედი შენს ხელთაა. Shame
რიცხვი გიბრუ დასაცმელია გამოწყობილი. ეს ჩადოსრული კანონების ბრალია. თითქოს სათაურობა მეცნობა. ის რომ ახსენდება, ყველა კონკიას რომ ეძახდა და დედინა თვალი, ყველგან ძიმე საქმეს მაკეთებინებდა. ისიც კარგად მახსოვს, ქარბუქში, როგორ გძამიდა ტყეში ფიჭრის მოსაგროვებლად. თავის გოგონებს კი სიმნიავსაც არ აკარებდა. მერე იყო და სასახლეში ზეიმძი არ წამიყვანეს. იმდენი საქმე დამავალეს, ერთი კვირა არ მეყოფოდა მის გასაკეთებლად. დანარჩენი რაღაც გუნდოვნად მახსოვს. You and this all day like this.
ყოფილიყოს. ჩვენი მეგობრული სიყვარული სხვისთვის მაგალითი ყოფილიყოს. ჩვენი მხიარული სახეები არასდროს მწუხრით არ შეცვლილიყოს. ჩვენი უცოდველი ნაბიჯები მუდამ მისაბაძი ყოფილიყოთ. გაჭირვებაში, ხილში თუ ჭირში სულ მუდამ ერთად ყოფილიყოთ. ცხოვრების მკაცრი კანონები ჩვენი მეგობრობის დაგვეძლიოს. ღმერთი ფარავდეს და მუდამ მისი მორჩილები ყოფილიყოთ. Cuidado, só pra gente sempre vão ser aí, muda pra me ensinar.
ამ საღებოში ნეტავი რა ხდება? ყველას ნასწინებია.
ხან ეს თქვენ ხართ უფლისწულო? შენ აქ რას აკეთებ? აი მოვედი უფლისწულო მზეთუნა ხარჯ ჩემს კუნძულზე დასაპატიჟებად. რას კი დაუშვია? ხო, აქ დიდი ხანია ყველას წინავს. აქ დიდი ხანია ყველას წინავს. ფიქრობ გავავეძო თუ არა? როგორ ფიქრობ? დაუთხო სამეფოს საუკუნო ძილი? რა ვიცი უფლისწულო, თუ ჩემს კუნძულზე გაღვარებ წამოწას, არ მიცემა. არა, კუნძულზე მზეთუნა ხალთან ერთად წამოვა. საკმარისად ეძინა, წავალ გავავეძო. ვიცანი, ეს ხომის უფლისწულია მძინარე მზეთუნახავს ერთი კოცვით რომ გააცოცხლებს. იმ სამეფოდანა, სადაც კეთილმა ფერიამ 100 წლით დააძინა სამეფო, რათა თავის ქალბატონთან ერთად გაეღვიძა. რომელიც ზრუნავს თქვენს განწყობაზე და გართობაზე ცუდათაც რომ ვიყოს. რას ვიზამ? ასეთია ჩემი ბედი. Salse, alis, carpazzi.
ქალიშვილის საძენელად მთელი სამშობლოა. როლოს შორეულ და ქუშიალა. ესად მოხდი? ბორატმა ჯადოქანა მიწის ქვეშეში ჩამიყვანა. იქ უზარმაზარი სიმდიდრე ინახებოდა. ჯადოქანა მიბრძანა, რაც მინდა აიღე. სანაცვლელი ლამპარი მომიტანე. ეს უნდა იყოს, რა ლამაზია. მე სულთნის ასული ვარ. ჩვენ ერთ-ერთ სამეფოში ვიმყოფებით, სადაც საახალწლო მეჯლისია. აი ამ ყუთში კი ჯადოსნური ლამპარია. ხელი გადაუსვი და სურვილი ჩაივიქრე. ნახავ, ყველაფერი შეგისურვდა. იბრძანეთ, მაგრამ ყადა იყანო და მე მოგვარეთ. ვინც ესაფრილი არ იქნება, მაგრამ ჯერ არ თქვენი სიმამაცის. ჩამიცხანი სადაც, სასწრაფო ცხანი მოგვარეთ. ქობოებო, ფერიებო, მე მგონი დაუპატიჟებელი სტუმრები ვართ. დაუპატიჟებელი რა თქვია, სტუმარი ღვთისა. მე მგონი ძალიან ყველაფერი, როგორი ვარდის
უხლებია. ჩვენ თანამედროვე და განვითარებულ ქვეყანაში მოვხდით. ძალიან გაგიმართლა ფერიებო, აქ რომ მოვხდით. შეხედეთ რა ლამაზია აქაურობა. ეს ჩვეულთა ხვედრია. აქ მოხვედრა ყველას არ შეუძლია.
როდესაც ბავშვები შრომებს არ უჯერებენ. ექიმმა თქვა, გადარჩენილი ხარ. შეიძლება ხეივარი დარჩენილიყავი, ასეო სისხლის გადაცილიყავი. მეც მადლობა, მამე გამეგვიცა. შენ საწინებელში ვერ ვნახე, სასტუმროდ შემოვედი. შენ ძირს იწეთი და სისხლში ცურავდი. მე ესე გვიანა მომდე თამაშობდი თოთუნები და რომ დაგეძინა სისხლში. დედიკო, მე ძალიან შემეშინდა. მეგონა თაგვებს მაგნატიმოს ყველა თუნდება. გამბევიჯა, მეგონა ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა. სწორედ მაშინ ესწორა გაცაცმული. ერთაცმული არათაში შესწავლა. მე კი აღარ დაცმული, მაგრამ ჯანთან დავმოგერდი. ნათლია, შენგან ძალიან ნაწყენი ვარ. მე დაგინახე როგორი დიდი და არაფერს არ დეთევდი. იმისთვის რომ მაგნატურას დავხმარებული. არც მე დაგეყარე. შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე. შენ გამოვიტკინებდი. ახლა საერთოდ უნდა ვეწოდო სწავლებები დაგო. თუ მიბრასდები, მარი, მე ამის გაკეთება არ შემიძლია. ეს ხომ მხოლოდ შენი სიზმარი იყო. სამაგიეროდ მე მინდა გადავწე მაგნატურა. უნებერი და ჯანმრთელი. ვაიმე, ნათლია. აი ნახე, როგორც რომ შენი ნათლია მაგნატონაზე და არა მარტო მაგნატონაზე, შენზეც. ნათლია, რაც მართალია. შენ ყველაზე კეთილი ჯადოქარი ხარ, რომელიც უნდავს ყველა ბავშვს. კარგი, მეგობრებო, ჩემი დასვლის დროც მოვიდა, უნდა გადავშვიდობო. არა, შენ აღს არ დაწამოდი. ჩვენ ყველა აღთქმულებულები ვართ, შენი სიმამაცით. შენ ხო ყველა გადაგვარჩინე. ყველას ვაპარი, კეთილი ავთამი. ჩვენსაც დავამთავრე, ჩვენს თავგადასავალს. ვიფასო სტუდენტი, გილოცავთ ახალთეს. ულევს სიხარულსა და ბედნიერებას გისურვებთ. და ყველა სურვილი აკსულებოდეთ. ეს წელიც მიდის საბოლოო საათი დადგა 90-ის ხმა ონირა და პეტროვის მოდა. აჰა ეს წელიც სიზმარი გაფრინდა სათხარს. ესეთი წელიც შეუერთდა მარადისობას. გახვა მრავალი მოგონება ტკბილიდან წარე. სამადლობელი, საყვედური, დუმილი, წყევლა, ახალო წელო, ჩეკივისაკ შეუღებ კარებს. ხინის სიამე დააპოდი ამ ქვეყნად ყველას. შუდობით მოდი, ნუაურე მურავის გზაკვალს. თორცე მწუხარებლის სრებლით, ნურვის ნუ დაუნამავ, შენ მრავალ ჭერქვეშ, უსუარას დაურწევ აყვანს, ბევრი გახდება ახალბედა ოჯახის მამა. ყველა იმათქარს დაულოცებ უძი ახალი და ნურის ნუ მოუშლი კერას მადლიას. რავალსაც იცო გაუჩინე, რავალს ახალი, იყავ მაყარი, იყავ დადე, იყავ ნათლია. ყველა იმათქარს დაულოცებ ფულზე დაჭერი, ახალ კერაზე შედი მეტი სიტყვოთი, სულ ყვერა ხარობს, შენს მოსვლაზე სულ ყვერა მღერის. ახალო წელო, შენ ყველასთან მიდი მშვიდობით. La
ამას რა ვიცი. ეხლა ჩვენ კიდევ სხვა და უკეთეს პირობებში ვიყოთ, ეს ბავშვები არაჩვეულებრივები იქნებიან. დამეთანხმ. მადლობა მშობლებო, მადლობა. აი ამ ყველაფრისთვის, რაც თქვენი შვილებისთვის გააკეთეთ. უღრმესი მადლობა, რომ არა თქვენ არ ვიცი რა მეშველებოდა ეცნებათ. უღრმესი მადლობა ყველა მშობელს. უღრმესი მადლობა ინგა მასწავლებელო, რომ გავალამაზე მოგვრთე მამაზე და მე ვიცი რომ თავს გასწავლობთ შემისაუბრეთ, მაგრამ ვერ ვიუკებ ემოციას, რომელიც დაწყების წუთიდან დამეუება. როგორც ყოველთვის ლია მასწავლებელო, თქვენი ღონისძიება იყო არაჩვეულებრივი. მე შარშანაც ვამბობ, აქ რომ ყოფილიყვნენ რჩეული ბავშვები, რომლებსაც შეუძლია ისინი სხვაგვარი, როდესაც არის ერთი კლასი და ერთი კლასი აი ამ დონის ღონისძიებას აკეთებს. ეს არ არის მარტო ბავშვების დამსახურება, ეს არის მშობლების დამსახურება და პირველ რიგში ლია მასწავლებელი. და ყოველდღე ხედავდი გამოჩინების შემდეგ მინდა გითხრათ კვირას მომედი და აქ დავხვდა ბავშვები დამსახურებია თავის პროფესიაზე, თავის საქმეზე, თავის ბავშვებზე, სკოლაზე, ჩვენზე, თავის ქვეყანაზე. მერთმა გვიმრავლოს ესეთი ადამიანები. აი როდესაც ჩვენ სკოლაში გამივართ იმიტომ რომ აი დიდ უხელთაზე რასაც ჩვენ ვიდეთ, ასე თავდადებით მემსახურებით ჩვენ საქმეს, ეს ქვეყანები მე ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა მასწავლებელო. იცით რა არის აქ კიდევ ერთი საბუთი. როგორც ნახეთ, აქ არ იყო მარტო ესტრადა, აქ იყო არაჩვეულებრივი კლასიკური მუსიკა. გაზრდა ლეიტმოტივად მთელ სპექტაკლს და მე მიხარია რომ ლია მასწავლებელმა იაზნა ჩართო. როდესაც ჩაიკოვსკი მომდაურა საქართველოში და არაჩვეულებრივად კმაყოფილი გადაშეფული წავიდა აქედან, ჩაიფიქრა რომ საქართველოდან წაღებული რაღაცა მარცვალი თავის აი ამ საინტერესო შობა კურასი მასია. ბედნიერები, გახარებლები, ჯანმრთელები იყავი მშობლებთან, ახლობლებთან ერთად და ძალიან ბევრი წარმატებისთვის მიგეღწიოს სწავლაში. საოცარი ციფრა იყო კიდევ ყველი მუსიკის ჩქარ მუსიკა კაი ბავშვი. ნამდვილად დავეთანხმები ქალბატონ ქეთქინის, რომ ეს ხევა ემოცია მივიღეთ დადებითი, რომ არ ვიცი, არ შემიძლია არ გითხრათ უღრმესი მადლობა. ეს არ არის მარტო იმისთვის, რომ მოვალეობა მოვიხადოთ. მე ვიცი მასწავლებლის შრომის ფასი და დავინახე, რომ აი უზარმაზარი შრომა ჩატოლია მასწავლებლის. თვითონ ბავშვებმაც კარგად იმუშავეს, კარგად იშრომეს, იღვაწეს თქვენთან ერთად, აუყვნენ ამაში და ეს თვალნათლად დავინახეთ ყველა. უღრმესი მადლობა მშობლებს. ჩვენ იმდენად არ ვიყავით ჩართული ახალი მშობლები ვართ ასე ვქრათ ამ კლასში, მაგრამ აი მშობლების ძალიან დიდი დამსახურებაც იყო, რომ ღონისძიებამ ასე წინვალე ჩაიარა. ლია მასწავლებლის თამადობით ასე ვქრათ, ყველა პედაგოგს, ყველა მოსწავლეს გიგოცავთ დამდეგ შრომა ახალ წელს, წარმატება, ულევი წარმატება, რომელიც ასე სჭირდება პედაგოგებს, ასე სჭირდებათ ამჟამად. შეიცვალა მოღვაწეობის სფერო უფრო გართულ და დიდ წარმატებებს გისურვებთ ამ საქმეში და ბავშვებს სწავლაში უსურვებთ ძალიან დიდ